რატო უნდა შეაჩერო? რა უნდა შეაჩერო? და რატომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი ქართულმა ოცნებამ თქვენი აზრით? ქართულმა ოცნებამ არ დაიწყო. ოპოზიცია რო დარგოდა იქ რეფანდე ეხვეწებოდა რომ შეაჩერეო. აი, მე ვაბრალი ყველაფერს ოპოზიციას. მაგრამ დღეს ევროკავშირს არ უთქვამს რომ ის უჩერებს საქართველოს უზომილოსლას და პაპუაშვილი ამბობს რომ ისეთი გახარებულია ოპოზიცია ამბით რომ არ ვიცი, განწყობას ვინ იღებს? განწყობას იღებს ქვეყანაში პოლიტიკურ განწყობას იღებს ხელისუფლება? რას გეტყვით, იცი კი იღებს ხელი. ოპოზიცია ხომ არ იღებს ამაზე განწყობას? არ იღებს მაგაზე, მაგრამ ოპოზიციამ დიდი როლი შეასრულა, რომ დარბოდა და რომ ეხვეწებოდა არიქა. ჯერ არ მისცეთო, მერე რომ მისცეთ, ახლა რატომ მისცეთო? ახლა არეულობა რომ ვერ მოახდინენ ქვეყანაში, ახლა ცდილობენ მაგ ვიზათი მოახდინონ არ. ანუ ესეც ბრალდება ოპოზიციას, ხო? 100%. მაგრამ პაპუაშვილი როცა ამბობს რომ ეს ღვთიური მანერა ხომ არ არისო, თუ გაუგთებო არაფერ. მაგრამ მაშინ როგორ გავიგოთ ის რომ ირაკლი კობახიძე როცა ჩვენ მოგვანიჭოს უზომილოსო, მაშინ ამბობდა რომ ეს იყო ისტორიული მიღწევა და ეს იყო ქართული. ხო და მაშინ თუ იყო ისტორიული მიღწევა, ახლა როგორ არის ის რომ ღვთიური მანერა არ არის უზომილოსო? შევეწირებიც უყოლა მაგას